საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ეს ომი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ომი. ამ ომის დასასრულით წყდება საქართველოს ბედი. რუსეთი თუ მოიგებს საქართველო იქნება შემდეგი ქვეყანა, სადაც რუსეთი შევა და თუ უკრაინა მოიგებს, მაშინ რუსეთი საბოლოოდ დაკარგავს თავის ძალაუფლებას და ჩვენ შევძლებთ ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას. საქართველოს ცდილობს ჩაატეროს იგივე პოლიტიკა, რომელსაც ატარებდა ფინეთი ომის დაწყებამდე. რუსეთი არ გავაღიზიანოთ და დასავლეთ მხარე დაუჭიროთ. მაგრამ საქართველო ვერ ხვდება იმას, რასაც ფინეთი და მთელი მსოფლიო მიხვდა. თუ შენ ხარ რუსეთის მეზობელი, შენ უკვე აღიზიანებ რუსეთს. მაგალითად, თურქეთს თავისუფლად შეუძლია დააბალანსოს რუსეთთან და დასავლეთთან პოლიტიკური ურთიერთობები. ქვეყანა ნატოში არის და თან რუსეთთან აქტიურად ვაჭრობს. საქართველოს ეს არ გამოუვა, არასოდეს. ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედზე, რომ რუსეთი არ მოგვექცევს ყურადღებას და არაფერს გვიზავს. პირიქით, ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ ომის პერიოდში, სანამ რუსეთი ბოლომდე არის კონცენტრირებული უკრაინაზე, დიდი ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირში ან ნატოში შესასვლელად. ზუსტად ეხლა არის ის პერიოდი, როცა ევროკავშირის 12 პუნქტი აქტიურად უნდა შევასრულოთ. მაგრამ როგორ იქცევა ჩვენი სახელმწიფო? კი, ჩვენმა სახელმწიფომ ხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას გმობს. უამრავი უკრაინელი ემიგრანტი შემოიყვანა თავის ქვეყანაში და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინელებს. მაგრამ ამასთან ერთად საქართველო არ ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში და არ მისცა აფრენის უფლება თვითმფრინავებს, სადაც იყვნენ მოხალისეები, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად მიდიოდნენ. ჩემი აზრით, საქართველოს არ ჩართვა სანქციებში არ არის ისეთი ალოგიკური რამ, როგორც ყველას გქონია. საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია რუსეთზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწყება იქნებოდა სისულელე. თვითონ ევროპაც აღიარებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მუშაობს ისე როგორც საჭიროა და საქართველო უბრალოდ უნდა ჩავარდნილიყო სერიოზულ შარში. მაგრამ მე არ მესმის, რატომ არ მისცა სახელმწიფო მოხალისეებს უფლება, რომ წასულიყვნენ უკრაინაში. კობახენცემ გამოაცხადა, რომ მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა ომში. მაგრამ მოხალისეები მაინც წავიდნენ უკრაინაში. ბევრი დაიღუპა და რუსეთს არანაირი რეაქცია ამაზე არ ჰქონდა.